გამოფენას CES 2017-ზე კომპანია Panasonic-მა ავტონომიური ტრანსპორტის კონცეფტი წარმოადგინა სახელწოდებით Panasonic Autonomous Cabin და ის უკვე იზიდავს მომხმარებლებს. ჩვენი ზღა დაგვრჩენია ვნახოთ. ძღოლი კაბინაში არ იმყოფება. აქ მხოლოდ 4 მგზავრია, რომელთათვისაც შემუშავებულია გასართობ სამუშაო ადგილები. ეს ადგილები აღჭურვილია 4K სენსორული დისპლეებით. შესაძლებელია პანელების საერთო მაგიდად შეერთება სავარძლების საპირისპირო მხარეებში განთავსებით. ინტერიერი ჭკვიანი მასალებითაა შექმნილი, რომლებიც ბრძანების დროს დამაკმაყოფილებლად ახდენენ სხვადასხვა ტიპის ზედაპირების იმიტაციას. მაგალითად, როგორებიცაა ხე, პლასტმასი, ტყავი, ლითონი და ასე შემდეგ. Magic Cup თვითონ აანალიზებს და ამჟღავნებს თავის შინაარს და თუ თქვენ მას სენსორულ მაგიდაზე მოათავსებთ, სურათ ისე გადავა, რომ ობიექტი არ დაიჩრდილება. მგზავრებს ხურსასმენები არ სჭირდებათ. სავარძლების თავის მისადებში ჩამონტაჟებული დინამიკები ხმას კონკრეტული მომხმარებლის ხურებთან წარმოქმნის. Panasonic-ის უპილოტო ტრანსპორტის კონცეფტი ერთ ფორმატში არის საოფისე და საცხოვრებელი სივრცე ოჯახის წევრების ერთობლივი დასვენებისთვის. სალონი გარესამყაროსგან დამატებით რეალობიანი ფანჯრების სისტემითაა გამოყოფილი და მეტიც. ძღოლი გზას მონიტორებიდან უყურებს და არა პირდაპირ საქარე მინიდან. სურვილის შემთხვევაში სიტუაციისთვის დაკვირვება დრონის სიმაღლიდანაცაა შესაძლებელი. ძღოლის ფუნქცია პირობითია. ეს მხოლოდ GPS ტრეკისთვის ბრძანების გაცემის პრივილეგია, რომელსაც ტრანსპორტი მიყავს. მაგრამ თუ თქვენ ხელში საჭის დაჭერა გსურთ, Panasonic-ის სანახევრო კონცეფტს გთავაზობთ, სადაც ყველა საკონტროლო ელემენტი ქვემოთ სენსორულ ინოვაციურ შტურვალზეა გადაცემული. სხვა მხრივ, თუ რომელიმე ინტერაქტიული ხელსაწყოს ანალოგით ჩანაცვლება გახდა საჭირო, მინიმალური ძალისხმევით შესაძლებელია თანამედროვე სერიის მანქანების გარდაქმნა ჭკვიანად. მთავარია დამკვეთების სურვილი.